შემეცნებითი გასართობი და სპორტული აქტივობები იმართება რუსთავში თავისუფლების მოედანზე, გაიმართება ასევე თითების თეატრის 2 წარმოდგენა. დღევანდელი დღის მასპინძელი რუსთავში ინფრასტრუქტურის სამინისტროა. მეგინ არსავიძე გვეტყვის უფრო მეტს. რუსთავში თავისუფლების მოედანზე განსაკუთრებულად იგრძნობა დამოუკიდებლობის დღის საზეიმო განწყობა. ამ წუთებში აქ სცენა დაიკავეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ასევე უკვე ადგილზე გამოფენილი არის ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები და ამ ნივთების როგორც დათვალიერება, ასევე შეძენა შეუძლიათ აქ მოსულ ადამიანებს 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული სივრცეები თავისუფლების მოედანზე მოეწყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით. Ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, რომ დღეს მოგვიწია 5 წილად ბედნიერება, რომ რუსთავში ყოფილიყავით აღნიშნული დღის ორგანიზატორები. ვფიქრობ, ყველა რუსთაველისთვის არის საინტერესო ატრაქციები მოწყობილი და იმედია, რომ რუსთაველები იმ განწყობით აღნიშნავენ და გაატარებენ დღევანდელ დღეს, რომელიც უხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მინდა ყველას კიდევ ერთხელ მიულოთ. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც დღევანდელ მოცემულობაში ყველა იმ სიკეთით და ბენეფიტით სარგებლობს, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ არის მოტანილი დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა სამხედრო ტექნიკის გამოფენისა, აქ უამრავი სხვადასხვა ტიპის გასართობს ვხედავთ პატარებისთვის და დღის განმავლობაში ყველა რუსთაველს და რუსთავში მცხოვრებს შეუძლიათ, რომ თავიანთი პატარები აქ მოიყვანონ. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია ეს დღე, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ერთიანად და ერთობლივად უნდა ვიზეიმოთ. რუსთავში ისევე როგორც მთელ საქართველოში 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. დღევანდელი დღე კი დასრულდება გალა კონცერტით, რომელზეც სცენაზე აქ ყოფილი მაყურებელი იხილავს ჯგუფ „ურსას“.